მოგესალმებით, ვაგრძელებ ჩვენს შეხვედრებს ეგზისტენციალიზმის შესახებ. წინა ლექციაზე ჩვენ ვისაუბრეთ ეგზისტენციალიზმის ძირითად ცნებებზე და ეგზისტენციალიზმის მამას სორენ კირკეგორის ფილოსოფიაზე. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება მეორე უდიდესი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, ეს არის ფრიდრიხ ნიცშე და ალბათ მოდერნის ისტორიაში ყველაზე მეტად კონტროვერსიული ფილოსოფოსი გახლავთ ნიცშე, თუ რატომ ამას თანდათან გავიგებთ. თუმცა სანამ ნიცშეზე გადავიდოდეთ, ძალიან მოკლედ გავიხსენოთ და შევაჯამოთ ის, რაც თქვით წინაზე, ხო? წინაზე ჩვენი მიზანი იყო, რომ ერთგვარად დასავლური ფილოსოფიის რუკაზე დაგვეტანა და ესე მოგვენიშნა ეგზისტენციალიზმი, თუ რა როლი აქვს ეგზისტენციალიზმს და რა ძირითადი ცნებებით, მიდგომებით და განწყობებით ოპერირებს ეს ფილოსოფიური მიმდინარეობა. თუმცა ასევე აღვნიშნეთ, რომ ეს არ არის ისეთი ვთქვათ ტიპის გამართული ერთი სკოლა, როგორც ვთქვათ ფრანკფურტის ნეო-მარქსისტთა სკოლა იქნება თუ ვთქვათ იგივე ვენის ნეოპოზიტივისტების სკოლა. თუმცა მათ აქვს რაღაცა საერთო ხაზი და ეს ხაზი არის პირველ რიგში პერსონალიზმი, შინაგანი ადამიანი არის ეგზისტენციალიზმის მთავარი კვლევის ობიექტი და ეს შინაგანი ადამიანი სხვადასხვა ეგზისტენციალისტებს ესმით განსხვავებულად მოვნიშნეთ, რომ არიან შედარებით თეისტურად ორიენტირებულები, როგორც კირკეგორია, ჩვენი წინა ლექციის პროტაგონისტი და შედარებით ნაკლებ თეისტურად ან საერთოდ ათეისტურად ორიენტირებული, როგორებიც თქვა დღევანდელი უკვე პროტაგონისტი ფრიდრიხ ნიცშე იქნება. ჩვენ ვთქვით, რომ ეგზისტენციალიზმი წარმოიშვა ამ შემთხვევაში კირკეგორის მეშვეობით, როგორც პასუხი ჰეგელის დიდ სისტემურ ფილოსოფიაზე. ჰეგელის ფილოსოფია იყო ამოწურვა, ასე თქვა, დიდი კულტურისა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰეგელის ფილოსოფიით თავდება მოდერნული ოპტიმიზმი, მოდერნის როგორც ეპოქის ოპტიმიზმი, რადგან მისი ფილოსოფია, როდესაც იკვრება, როდესაც ის დასრულებულ სახეს იღებს, გარდაუვალი ხდება ერთგვარად ჩიხი და ამ ჩიხზე პასუხი არის სწორედ ეგზისტენციალიზმის ფილოსოფია. ეს ჩიხი კი გულისხმობდა სწორედ და უფრო მეტწილად დიდი სისტემისა და ინდივიდის, დიდი სისტემის, დიდი ისტორიულ ფილოსოფიური სისტემისა და შინაგანი ადამიანის წინააღმდეგობას და სწორედ აი ეს ჩიხი აღმოაჩინა სორენ კირკეგორმა და მან ის თავისებურად სადა რომ გადაეჭრა, მისი გადაჭრა როგორც თქვით იყო რელიგიური ქრისტიანობაზე ორიენტირებული, ის თქვით რომ თავის ლუთერანურ ეკლესიასთანაც იყო წინააღმდეგობაში, მას სურდა ერთგვარად ავთენტური ქრისტიანობის მოძებნა, ის საუბრობდა ასევე აბრაამის შესახებ, როგორც ასე ვთქვათ, რწმენის რაინძე, რომელიც ვთქვათ ღმერთის მიერ ხმას რომ თავისი შვილი შესწიროს ზვარაკად, ამას ახორციელებს და ამით ერთგვარად კირკეგორი გვაჩვენებს, რომ ეს არის რწმენის უმაღლესი ხარისხი და არა უბრალოდ განდგომილება, ანუ განდგომილება პლუს რწმენა. ერთი სიტყვით ეს იყო ეგზისტენციალიზმის შესახებ, რაც თქვით წინაზე და ერთგვარად რომ მივაბათ და ვაჩვენოთ ის საერთო ხაზი, რომ ეგზისტენციალისტები არიან რაღაც საერთო, ჩვენ ვახსენეთ, რომ ის არ არის საერთო სკოლა, მაგრამ რაღაც საერთობაში მიუხედავად მათი განსხვავებებისა თეიზმსა და არათეიზმს შორის, მაინც არის საერთო ბევრი მომენტი და პირველ რიგში ეს გახლავთ მათი პერსონალისტური, ინდივიდუალისტური მიდგომა. ცხადია, როდესაც ვამბობთ ინდივიდუალიზმს, ეს არ არის ლიბერალური გაგებით ინდივიდუალიზმი, ეს არის რაღაც უფრო შინაგან, უფრო სიღრმისეულ გაგებაზე და სიღრმისეულ მოცემულობებზე დაფუძნებული ინდივიდუალიზმი. მოდი დავარქვათ სამუშაო ცნების სახით პერსონალიზმი, ხო? ეს ერთგვარ შინაგანი ადამიანის ფილოსოფია. და რატომ ეწერება ფრიდრიხ ნიცშე ამ საერთო სურათში, ჩვენ ამას კარგად გვაჩვენებს მისი ციტატა, მისი ადრეული ესეთა 4-ეულიდან არათანადროული განაზრებები, რომის ორის მთარგმნელი გახლავთ თქვენი მონა მორჩილი და ის რას გვეუბნება ნიცშე და შეიძლება მოვახდინოთ ამაზე რეფლექსირება. ნიცშე ამბობს, მაშინაც კი მომავალი უიმედოდ უგტოვებს, ჩვენი უცნაური არსებობა ყველაზე ძლიერად გვიბიძგებს, სწორედ ახლა ვიცხოვროთ საკუთარი საზომისა და კანონის მიხედვით. ის გვიბიძგებს
სწორედ ის აუხსნელი ფაქტი, რომ ცხოვრობთ ახლა, თუმცა კი შეიძლება დროითი უსასრულობის ნებისმიერ მონაკვეთში გავჩენილიყავით და რომ დღევანდელი დღის მონაკვეთის გარდა არაფერს ფლობდა, რომ მასში უნდა ვაჩვენოთ, რატომ და რისთვის გავჩნდით სწორედ ახლა. ჩვენი არსებობის შესახებ თავად უნდა უპასუხოთ შეკითხვას. შესაბამისად, ასევე გვსურს ამ არსებობის ნამდვილი მესაჭეები ვიყოთ და არ დაუშვათ ჩვენი არსებობა უაზრო შემთხვევითობას შეადარონ. ჩვენს არსებობასთან მიმართებაში გაბედულად და რისკიანად უნდა ვიმოქმედოთ. მით უფრო იმიტომ, რომ როგორც ცუდ, ისე კარგ შემთხვევაში მაინც დავკარგავთ მას. აქ ამ პასაჟში ნიჩე ცხადია, ეს არის ადრეული შემოქმედებითი განვითარების ადრეული სტადიის, პირველი სტადიის არათანადროული განაზრებების ესეები, რომელიც არ ჩამორჩება ჩემი აზრით ღირებულებით გვიანდელ სიმწიფის ნაშრომებს. აქ რეალურად ნიჩემ გვეუბნება ასეთ რაღაცას და კონტურულად მოსჩანს მთლიანად ეგზისტენციალიზმის რაღაცნაირი პათოსი, ასე ვთქვათ, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობისა. ანუ ეს ნიშნავს შემდეგ რაღაცას, რომ ის გვეუბნება, რომ აი ეს უნიკალურობა, რაზეც წინა შეხვედრისას საუბრობდით, აი ეს უნიკალურობა არის გამორჩეული და ეს ანუ ჩვენ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიბადებით როგორც ერთი და როგორც ჩვენ ვარსებობთ როგორც ერთი, ცხადია, ეს ეს ჩვენ იზოლირებას არ გულისხმობს და იზოლირებულ მდგომარეობას. არამედ ერთად ყოფნა როგორც უნიკალურობის შესაძლებლობა. ერთად ყოფნა როგორც ერთად ანუ არა ერთად ხვებთან, რომ ის რომ ხარ ერთი, ანუ და არ ხარ ბევრი, ეს არის უნიკალურობის პოტენციალობა, ეს არის გაბედულების პოტენციალობა და ეს არის იმის პოტენციალობა, რომ შენ რაღაცნაირად უნდა შეძლო და შენი ცხოვრების სადავეები ხელში აიღო, ხო? ახლა ყოველთვის ფილოსოფიის პასაჟებთან მიმართებაში, როდესაც საუბრობთ, უნდა ასე ვთქვათ, ერთგვარი ადვოკატუს დიაბოლი, ანუ ეშმაკის ადვოკატი ყავდეს თავში, რომელიც რაღაც ბანალურობის პოზიციიდან დაუსვავდა შეკითხვებს აი ამ ნებისმიერ ციტატას თუ ნებისმიერ მოაზროვნეს. ამ შემთხვევაში იქნებოდა ეს, რომ აი კი გასაგებია, რომ მესაჭეები უნდა ვიყოთ, მაგრამ აი თუ სოციალური პირობები არ გვაძლევს საშუალებას ამისას, თუ პირობითად დავიბადე ძველ ეგვიპტეში და ვიყავი, ვთქვათ, მონა და ფეოდალების შემთხვევაში, აი სად არის აი აქ რა შეიძლება გავაკეთო, ხო? ეს ვერ ვიტყვით, რომ საბოლოო ჯამში ეგზისტენციალიზმი მაინც ამ პასუხს საბოლოოდ ცემს, თუმცა ნაწილობრივ ის ხაზი, რასაც ეგზისტენციალიზმი პასუხობს, რომ შენ რაც შეგიძლია უნდა გააკეთო და საზოგადოებამ როგორც არის კი ის იქნება თავისი მანკიერებებით თუ უპირატესობებით, მაგრამ შენი წილი აგური უნდა დადო. და ეს აგურის დადება უნდა იყოს პირველ რიგში შენი თავის ხელში აყვანა და შენი თავის მესაჭეობა, ასე ვთქვათ. და სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ნიცშე, მით უმეტეს, იმიტომ რომ ეგზისტენციალისტებს ეს აქვთ, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ანუ გაცნობიერება სიკვდილისა, ხო, აქაც ამბობს, რომ სიკვდილი ჩვენი, ასე ვთქვათ, ბოლოვადი ბუნება არის ის, რატომაც ჩვენ რაღაცებს ვასაზრისებთ, ხო, რაღაც საზრის ვანიჭებთ და ეს საზრისის მიმნიჭებლობა უნდა იყოს ის, რომ რაღაცეების სერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ ცხოვრებაში. თუმცა არც არასერიოზულად, ხო, აი რაღაც ოქროშვალედის დაცვისკენ მოგვიწოდებენ, ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება ეს წავიკითხოთ. და აი აქვე შეგვიძლია კიდევ ერთი ციტატა მოვიყვანოთ ასევე არათანადროული განაზრებებისა, ჩვენ ასევე ვახსენეთ, რომ მაგალითად ხოსე ორტეგა ი გასეტი, დიდი ესპანელი ფილოსოფოსი და ესეისტი საუბრობს აი მასათა ამბოხზე და იმ ეპოქაზე, სადაც აი თქვათ რელიგიის კრიზისის შემდეგ რაღაცნაირად ეს კოლექტივისტური იდეოლოგიები გამოდის წინაპლანზე და რომელიც თრგუნავს ერთგვარად აი ამ შინაგან ადამიანს, ხო? და ის ფაქტი, რომ ნიჩეც აი ამ საერთოობაში ეწერება, გვიჩვენებს მისი შემდეგი ეს სიტყვები. ადამიანს, რომელსაც არ სურს ეკუთვნოდეს მასას, მხოლოდ ის მოეთხოვება შეწყვიტოს საკუთარ თავთან ინერტული დამოკიდებულება. ის უნდა მიხვეს თავის სინდის, რომელიც მოუწოდებს. იყავი რაც ხარ, შენ ის არა ხარ, რასაც ახლა აკეთებ, რასაც ახლა ფიქრობ და ესწრაფი. ну ამ პასაჟზე ალბათ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ აქ როგორც მახსოვს, ეს არის შოპენჰაუერი როგორც ამბზდელიდან და იქვე ის საუბრობს, რომ ეს ადამიანის სიზარმაცე არის რაღაცნაირად
ეგზისტენციალურად ძალიან საფრთხილო რა, იმიტომ რომ საკუთარ თავთან ზარმაცული მოკიდება არ გტოვებს რაღაც სიცარიელეში, არამედ ის ყოველთვის გაქცევს რაღაცნაირად მასის ნაწილად, ხო? თუმცა მასობრიობის ასე ვთქვათ, ეს მიდგომა რაღაცნაირად წარმოშობს პრობლემას თუ როგორ უნდა მიემართოს მაშინ საზოგადოება და ინდივიდი. ნებისმიერი სოციუმში ყოფნა მასობრიობას ნიშნავს თუ მხოლოდ მოდერნული საზოგადოებები არიან ასეთნი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ფრიდრიხ ნიცშე არის ფილოსოფოსი, რომელსაც ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. ისევე როგორც კირკეგორს და როგორც ეგზისტენციალისტებს, რომელიც როგორც დავინახეთ, ძალიან ასე ვთქვათ, რთული პირადი ცხოვრება ჰქონდათ და მეთოდოლოგიური საერთოდ ნებისმიერი პრეზენტაცია ნებისმიერი ფილოსოფიისა მეტადრე ალბათ ნიცშესი, კირკეგორის და ზოგადად ეგზისტენციალისტებისა უნდა გულისხმობდეს სწორედ ამას, რომ მათი პირადი ცხოვრება და პირადი ასე ვთქვათ ონტოგენეზი, მათი პირადი განვითარება უნდა რაღაცნაირად წარმოვაჩინოთ, რათა ვაჩვენოთ მათი ფილოსოფია. რაც შეეხება ნიცშეს პირად ცხოვრებას, ეს არის მისი ფილოსოფია ხო არის ის იყო ჯანმრთელობით ძალიან მოწყვლადი, მას ჰქონდა შაკიკის, საჭმლის მომნელებელი პრობლემები, ნერვოლოგიური აშლილობები, სიფილისის გამო, რომელიც როგორც კვლევრები ამბობენ, მსგავსი დაავადებებით მისი მამაც ამიტომ აღესრულა და ის ხშირად საუბრობს, რომ აი, როდესაც შემოქმედებით პერიოდებში მას ეს შეტევები, როდესაც ჰქონდა, ის საერთოდ თვალს ვერ ახელდა და ასე შემდეგ და ხშირად ახლა მე როდესაც სტუდენტი ვიყავი, საუბრობდით, რომ აი მაგალითად ნიცშე აი ესე ადრე აღესრულა და ის მხოლოდ წერის დონეზე იყო, რაღაცა ესეთი ძალაუფლებისკენ მომწოდებელი, რაღაც სიცოცხლის შემგულიანებელი და ასე შემდეგ, როცა სინამდვილეში დიდი ისტორიული ფიგურები, თქვათ პირობითად, რა ვიცი, ნაპოლეონი და კიდე ბევრი სხვა, აი ისინი კიდე რეალურად ახორციელებდნენ ამ რაღაც პირობითად იმ ზეკაცის იდეას, რასაც ნიცშე საუბრობს და ეს რამდენად გამართლებულია ესეთი სუსტი, რაღაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი, რომ აი საუბრობს ამ ზეკაცზე, სიცოცხლის ჰოყოფაზე, სიცოცხლის მტკიცებაზე და ასე შემდეგ. ალბათ უნდა ვთქვათ, რომ არის გამართლებული სწორედ იმიტომ, რომ მას ამ თავისი მოწყვლადობის მიუხედავად მას ჰქონდა ის ნებელობა, რომ დამჯდარიყო და ეწერა, რომ გადმოეცა მისთვის მტკივნეული საკითხები, რომ წარმოეჩინა თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ან საერთოდ რა კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც საუბრობთ კარგსა და ცუდზე. ასე რომ აი ეს ყოველდა საერთოდ წინაზეც ვთქვით და ესეთი ადამიანები ხშირად აი ჩადიან იმ არსებობის სიღრმეში, სადაც შეიძლება ბევრი ჩვენთაგანისთვის იყოს რთული ჩასვლა და იქ აღმოაჩენენ რაღაც იმ შინაარსებს, იმ არსებობის მარგალიტებს, რომლებიც ამოაქვს ზედაპირზე და რომლის მომხმარებლებიც ესე ცოტა ვულგარულად რო ვთქვათ, ჩვენც ვხდებით ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთი მომენტი, ეს გახლავთ რიხარდ ვაგნერთან მისი მეგობრობა. რიხარდ ვაგნერი გახლავთ, ვიცით, ყველამ დიდი გერმანელი კომპოზიტორი, მწერალი და გერმანული ნაციონალიზმის იდეოლოგი, ანტისემიტი და ხშირად სხვათა შორის ნიცშეს, როდესაც საუბრობენ, მოიხსენებენ, რომ ის იყო ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგი. ეს არის იმ ორი მითიდან ერთ-ერთი, რომელიც მის ფილოსოფიას ეხება და რა აქვს ამ მით საფუძვლად. ცხადია ის მეგობრობდა რიხარდ ვაგნერთან, თუმცა სწორედ იმ მომენტების გამო, რაც ვთქვათ, ვაგნერს გამოარჩევს, ხო, ეს გერმანული ნაციონალიზმი ამ ანტისემიტიზმის ფერმენტებით შეზავებული, იყო ის, რასაც ნიცშე განუდგება და პირდაპირ თუ ზუსტად მახსოვს, კრეტინებსაც უწოდებს ანტისემიტებს, ხო? ანუ ის ასე ცალსახად ვერ დავაიდენტიფიცირებთ მას ნიცშეს როგორც რაღაცნაირად ანტისემიტს, ხო? და პირიქით ის ამ გერმანულ ნაციონალიზმის მოკლედ თავისი შემოქმედების ადრეულ სტადიებშივე ემიჯნება და ეს გამიჯნა ხდება მის ბიოგრაფიაში პარალელურად იმისა, რომ ის რიხარდ ვაგნერისგან დისტანცირდება, რომელთანაც ის მეგობრობდა. კიდევ ერთი მომენტი, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ მისი
ეს მარტოსულობა და იზოლაცია ხშირად ამ ჯანმრთელობის გამო ის მას უწევდა სამკურნალო შვეიცარიულ ალპებში წასვლა, იქ განმარტოება და ასე ვთქვათ რაღაცნაირად შინაგან იმპულსებს, მაგალითად ზარატუსტრას მის ყველაზე პოპულარულ, თუმცა ალბათ არა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებზე, მის პასაჟებს და იმ პირველ იმპულსებს აი მარტოობაში იღებდა. ასევე ეს არის რელიგიური რწმენა, როგორც ახლა გერმანელი ფილოსოფოსების ალბათ დიდი ნაწილი იყო ესე იგი სამღვდელო პირის შვილი და მისი ასე ვთქვათ მისი ფილოსოფიური განვითარება, თუმცა განსხვავებით კირკეგორისა, სწორედ ამითიც იყო გამოწვეული, კერძოდ იმით, რომ ის ვთქვათ აი ლუთერანულ ქრისტიანობას ისიც რაღაცნაირად ეჭვის უყურებს, თუმცა განსხვავებით კირკეგორისა, რომელიც ქრისტიანობის ასე ვთქვათ ჩაღრმავებას გვირჩევს, ნიჩე როგორც ვიცით, სხვა გზას აირჩევს. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუ სალომე იყო ესეთი ქალი, რომელსაც როგორც მახსოვს, ფროიდთანაც ჰქონდა ურთიერთობა, ესე იგი ნიჩეს ჰქონდა ამ ქალთან რაღაცა ტიპის რომანტიული მიდგომები, თუმცა უარი მიიღო, როგორც ვიცით, მის რაღაც ხანგრძლივ თანაცხოვრების შესახებ და ესეც რაღაცნაირად ქალების მიმართ მის ასე ვთქვათ, არა არისტოკრატულ და არა ჯენტლმენურ ეს რბილად რომ თქვა დამოკიდებულებას შეიძლება აქედანაც ჰქონდეს საფუძვლები. არა იმიტომ რომ თქვა ლუსალომე, არამედ იმიტომ რომ თქვა ეს ლუსალომე იყო რაღაც იდეალი, რომელსაც თქვა სხვა ქალებში ვერ ხედავდა. და სხვათა შორის ეს რადგან ვახსენეთ სხვა ქალები, მისი და დავარიმეს ანტისემიტიზმის ხაზზეც ვახსენოთ, მისი და არის რეალურად ის რის გამოც ნიჩეს მიაწერენ ანტისემიტიზმს, იმიტომ რომ ნიჩეს და იყო მართლაც ანტისემიტი, ის გაყვაცოლად ფორსტერი იყო, ესე გვარად ესეთი კაცი, რომ და არათუ ანტისემიტი იყო, ისინი იყვნენ წასული პარაგვაიში და ცდილობდნენ დაეარსებინათ კოლონია ნუევა გერმანია, რომელიც ამ ანტისემიტურ და ამ ნაციონალისტურ ხაზებზე იქნებოდა, თუმცა ეს არ გამოვიდათ, მაგრამ ნიჩე, როდესაც მას მოუვა კოლაფსი და ერთ 10 წლეულზე მეც გაატარებს უკვე უგონო მდგომარეობაში, მისი ანტისემიტი დაეპატრონება მის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას და ამის შედეგად ხდება ის რომ და ცდილობს რომ საკუთარ პრეფერენციას თავის ანტისემიტიზმს მიაწებოს ნიჩეს ფილოსოფია და ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ 1934 წელს ნიჩეს დის სიკვდილამდე 1 წლით ადრე ის ჰიტლერთანაც ერთად არის გადაღებული და მოკლედ ის ფაქტი რომ რაღაცა ტიპის ლინკები, რაღაცა ტიპის ბმები არსებობს ნიჩესა და თქვათ ნაციონალ-სოციალიზმს შორის, ამაში თავად დამნაშავე გახლავთ მისი და. თუმცა მე ვნახავთ რომ შეიძლება თავარის გარდა კიდე სხვა დამნაშავებიც იყოს, მაგრამ ეს უკვე ალბათ უფრო შემდეგი ჩვენი შეხვედრის თემა უნდა გახლავთ. კი ბატონო, მეორე მომენტი რაც გახლავთ და რაც ერთგვარად მისი კლიშე არის, რომ ნიჩე იყო პოეტი. და რაღაც აზრით მისი ესე აფორიზმებით გაწყობილი ხშირად ტექსტები ამ მითს თუ ამ შეხედულებას შეიძლება ამძაფრებდეს, მაგრამ არსებობს დიდი მაგრამ, იმიტომ რომ ეს ხშირად არის მისი არათანმიმდევრულობის ბაზე ხაზგასასმელად. საერთოდ ნიჩეს ტექსტს, ნიჩეს ფილოსოფიურ სისტემასთან მიდგომა არის რაღაც მეტი ფილოლოგიური ჩაკერკიტება სჭირდება, ვიდრე ვთქვათ იმ ფილოსოფოსებს, რომლებიც უფრო მეტად გაწყობილ სისტემას გვთავაზობენ, როგორც ვთქვათ ჰეგელს, პირობითად მარქსს ან რა კიდე სხვებს, ხო? და ნიჩეს კვლევრები აქ იყოფიან ორ ნაწილად, რომ ვთქვათ უფრო სისტემატიური წამკითხველები არიან ნიჩეს ფილოსოფიისა, ან ნაკლებ სისტემატიურად წამკითხველები. და ეს პოეტი მაინც არის იალიყი, რომელიც რაღაცნაირად მის თითქოს აი ამ წერის მანერას, თქვათ იმას, რომ თქვათ აკადემიურ ცხოვრებას ადრე ჩამოშორდა, ის იყო კლასიკური ფილოლოგი და შემდეგ გადავიდა ფილოსოფიაში და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მაინც ასაზრდოებს ამ კლიშეს ასაზრდოებს მთელი ეს მომენტები. ანუ ის მუსიკასაც წერდა, მაგრამ ეს პოეტი არა შეიძლება იყო თავისი რაღაც მხედველობით, ტრაგიკული მსოფლმხედველობით პოეტი, მაგრამ ალბათ მაინც არა იმ გაგებით, რომ ის არათანმიმდევრული იყო. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, მისი ტექსტები უფრო მეტ ღიაობას ტოვებენ, უფრო მეტ სივრცეს ტოვებენ ინტერპრეტაციისთვის, ვიდრე შეიძლება სხვა ფილოსოფოსების ტოვებენ. თუმცა შეიძლება სხვაგვარადაც იყოს. ანუ ეს არის უკვე ჩვენი შემდეგი განხილვის საკითხი.
რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტიც ვთქვათ, რატომ თუ რა იყო მისი ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, შემოქმედების მასაზრდოებელი, თუ რა მომენტებმა განაპირობა ის მისი ასეთად ჩამოყალიბება. პირველი ეს ვთქვით, მისი დაინტერესება ადრეული, ვთქვათ, კლასიკური ტექსტებით, შემდეგ ეს იყო ეს გერმანული სულისთან დაკავშირებული პრობლემები და შემდეგ მისი კრიტიკა ამ, ესე იგი, ნაციონალიზმისა. შემდეგ უკვე ალბათ შუა პერიოდში ეს არის უკვე როდესაც ეცნობა დარვინიზმს, სამეცნიერო აზროვნების გავლენა აქვს, ის რაღაცნაირად ცდილობს ამის ინტეგრირება საკუთარ ფილოსოფიაში. და ცხადია ეს არის რაღაცნაირად შოპენჰაუერის გავლენა, ის მას ეკუთვნის ესე შოპენჰაუერი როგორც აღმზრდელი, თუმცა ის რაღაცაზე დისტანცირდება მისგან, მაგრამ მაინც ამ ნების მნიშვნელობას, ნების როგორც რაღაც სამყაროს წარმართველი პრინციპის მნიშვნელობას ინარჩუნებს თავის ფილოსოფიაში და უფრო მეტად კი მისი განვითარების სიმწიფის ხანაში. და ეს მოკლედ რომ ვთქვათ, მაინც რომ საორიენტაციოდ რომ რა ტიპის სისტემატიზაცია შეიძლება მოახდინოთ მისი ფილოსოფიისა, ეს არის ადრეული სტადია, ეს ალბათ 1872-76 წლები, როდესაც ნიჩე წერს თავის ამ ესეთა ოთხეულს არათანადროული განაზრებები, აქ მას უკვე აქვს თავისი მასწავლებლების, ესე იგი, ვაგნერისა და შოპენჰაუერის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებები ჩამოყალიბებული, ერთგვარად კრიტიკის ხაზი გახლავთ ის, რომ თქვათ, ის ნაციონალიზმის წინააღმდეგ არის, ესეთი რაღაც ვულგარული ანტისემიტური ნაციონალიზმის წინააღმდეგ და მეორე მხრივ ის, რომ თქვათ, შოპენჰაუერთან განასხვავებს მას პესიმიზმი, ანუ ის ცდილობს, რომ დისტანცირდეს ამ პესიმისტური ფილოსოფიისა, თუმცა ძალაუფლების ნებას რაღაცნაირად სხვანაირ ხარისხში წარმოგვიდგენს და ამას კიდე ვეცდებით, რომ წარმოვაჩინოთ. შემდეგ უკვე მეორე პერიოდი, ამას პირობითად შეგვიძლია პოზიტივისტური პერიოდი დავარქვათ. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ნიჩე ეცნობა უკვე ამ მეცნიერულ მიღწევებს და მასში რაღაც მეცნიერება როგორც წამყვანი როლი, მეცნიერების წამყვან როლს გაესმის ხაზი, ის ეცნობა, თქვათ, ევოლუციის თეორიას, ეცნობა სამეცნიერო მიღწევებს, ცდილობს ის ფილოსოფიურად გადაამუშავოს და რაღაცნაირად, თქვათ, მის ფილოსოფიის სიმწიფისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და უკვე სიმწიფის ხანა გახლავთ 1892-96 წლები, როდესაც ის წერს თავის ყველაზე დიდ ნაწარმოებებს ზარატუსტრას, ასე იტყოდა ზარატუსტრას, სიკეთე და ბოროტების მიღმა, მორალის გენეალოგია, კერპების მწუხრი და ეს ამ პერიოდში უკვე ძალაუფლების ნების კონცეფტი, თუმცა რამდენად ეს კონცეფტი იყო, ამას კიდევ ვნახავთ, მას განვითარებული აქვს, ერთგვარად შეზავებული აქვს მეცნიერული მიდგომა და ხელოვნების უპირატესობა და უკვე აი ამ სიმწიფის ხანაში ჩვენ ხვდებით ბევრ მნიშვნელოვან მომენტს მისი ფილოსოფიისა. ეს არის მისი სიმწიფის ხანა. პრინციპში ნიჩეს ფილოსოფია საერთოდ ასე ინტერნეტ პოპულარულ გამოცემაში ის არის რაღაც აი ამ ზარატუსტრა, ეს ღმერთის სიკვდილი და ასე შემდეგ, თუმცა მე პირადად როგორც ვთქვათ ნიჩეს მკვლევარს, მე ვფიქრობ, რომ ზარატუსტრა კი, რა თქმა უნდა, არის დიდი ღირებულების ფილოსოფიური ტექსტი, მაგრამ მაინც სხვა ტექსტებიც არანაკლებია და მე პირადად პირველ ადგილზე ჩემი მოსაზრება არ დავაყენებდი ზარატუსტრას როგორც მის უდიდეს ნაწარმოებს, ცხადია მხატვრული გაფორმებადობის და სიუჟეტურობის მხრივ კი ბატონო, მაგრამ ფილოსოფიური სიღრმის მხრივ მე ვიტყოდი, რომ ზარატუსტრა მაინც არის მისი ფილოსოფიური ნაზრების ერთგვარი მხატვრული გაფორმება და სხვათა შორის არც ისე ნაკლებია ამაში რაღაც ბიბლიური ესეთი პასაჟები, თუმცა გადმოტანილი უკვე რაღაც არათეისტურ მანერაზე. მაგრამ აი თუ ვამბობთ, რომ კარგი ზარატუსტრას სამომავლოდ, მაგრამ რა აი შევიდეთ ასე ვთქვათ უფრო არსებითში, რა არის ნიჩეს ფილოსოფიის მთავარი ძარღვი, მთავარი საფუძველი, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო, სისტემატიზაციის, რაც არ უნდა, ესე იგი, ფილოსოფოსი ეცადოს, რომ სისტემატიზაციაზე უარი თქვას, კი, რაღაც დონემდე გასაგებია, მაგრამ როდესაც ჩვენ ბევრ ტექსტს წერ და რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, კონცეპტუალურ თუ
რაღაცა მიდგომები გაქვს, ესე ვთქვათ, შეკრული რაღაც კონას ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, ხედვების ერთიანობიდან ამოდიხარ, მაინც სისტემურობის რაღაც ხარისხი მეტად და ნაკლებად ექსპლიკაციური უკვე ჩანს. და ჩემი აზრით არის ეს სამი ძირითადი მომენტი ნიცშეს ფილოსოფიის, რაც უნდა გამოვყოთ. პირველი ეს არის ქმნადობა, მეორე ეს არის იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება და მესამე ეს გახლავთ ძალაუფლების ნება. პირველი არის ქმნადობა, დიახ. მეორე არის იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება და მესამე ძალაუფლების ნება, თუმცა ცხადია, ესენი არ არიან ერთმანეთთან იზოლირებული და ნიცშეს ინტერტექსტობრივი წაკითხვა გვიჩვენებს, რომ ესენი რაღაცნაირად ურთიერთთანაიკვეთებიან მთელი მისი ფილოსოფიური შემოქმედების განმავლობაში. თუმცა ჩვენ მაინც რაღაცნაირად თანმიმდევრულად ვეცადოთ მივყვეთ, დავიწყოთ ქმნადობით, ხო? ქმნადობა ეს არის ალბათ დასავლური ფილოსოფიის უდიდესი კითხვა. ან და უდიდესი, ასე ვთქვათ, დაპირისპირება, ესე ფილოსოფიური გონითი დუელი, თუ შეიძლება ვთქვათ, სამყაროს ხედვის ორი ალტერნატივა, რაც ანტიკურ ფილოსოფიაში ვხედავთ, ეს არის ჰერაკლიტე ეფესელისა და პარმენიდე ელეელის ორი განსხვავებული ხედვა და ამას შეიძლება ესე ტერმინოლოგიურად ვთქვათ, ონტოლოგიური დინამიზმისა და ონტოლოგიური სტატიკურობის დაპირისპირება, ანუ გასაგებად რომ ვთქვათ, რანაირად უნდა უყუროთ ჩვენ ცვალებადობას. ანუ რაც ცვალებადია რა ბუნებისაა, ის უპირატესია იმაზე, რაც იცვლება, თუ ის რაც უცვლელია, ეს არის რაღაცნაირად არსისმიერად უპირატესი. ან საერთოდ შეგვიძლია არსისმიერობაზე ვილაპარაკოთ, ანუ ეს დაპირისპირება თუ რა ბუნების არის ცვალებადობა და რა როლი აქვს უცვლელობას ჩვენს სამყაროში, ჩვენს ყოველდღიურობაში მათ შორის არის ის ფუნდამენტი, ალბათ რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლური ფილოსოფია დგას და წინა ჩვენ შეხვედრაზე ვთქვით, რომ ჩვენ თავიდან ვეცადეთ გვეპასუხა კითხვაზე, თუ რატომ არსებობს ამდენი ფილოსოფია და ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომ ისინი თავარ შეკითხვებზე განსხვავებულ პასუხს იძლევიან და ამიტომაც არის ამდენი ფილოსოფიური სკოლა თუ მიმდინარეობა და აი ამ შეკითხვებს შორის მთავარი ეს გახლავთ სწორედ ის თუ რა ბუნების არის ცვალებადობა, რა ბუნების რა როლი აქვს ამ ყველაფერში უცვლელობას, ხო? ჰერაკლიტე ეფესელი, ეს გახლავთ დიდი ესე იგი ბერძენი ფილოსოფი, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, რომლის მოსწავლეთაც ნიცშე თავის თავს აღიარებს. და ამ ორის დუელში, ესე პოპულარულად რო ვთქვათ, ჰერაკლიტე არის ცვალებადობის მხარეს, ხო? ის ამბობს, რომ ყველაფერი ცვლილებაშია, პანდა რეი, ხო? არის, თუმცა ეს ცვლილება გახლავთ, მაგრამ ეს ცვლილება არ არის რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ცვლილება, ან მას რაღაცა შემკვრელი გააჩნია და ეს არის საპირისპიროთა ერთიანობა, ხო? და ამ ყველაფერს მართავს ერთგვარი ლოგოსი, რომელიც შინაგანად გამსჭვალავს ამ ყველაფერს. ანუ ცვლილება, მაგრამ ეს ცვლილებები დაპირისპირება და ის ცნობილი ფრაზა, რომ ესე იგი ომი არის თუ პოლემოს რაც არის, ხო, ბრძოლა, ომი არის ყველაფრის მამა. ჰერაკლიტე, როდესაც აკვირდება სამყაროს, ის ხედავს, რომ ყველაფერი იცვლება და ამ ცვლილების თავი და თავი გახლავთ ბრძოლა, დაპირისპირება და ჰერაკლიტე ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიალექტიკის ერთ-ერთი პირველი ფილოსოფოსი გახლავთ. ამის საპირისპიროდ ჩვენ გვაქვს პარმენიდე, რომელიც ამ ელეატური ფილოსოფიის წარმომადგენელი გახლავთ და ის საუბრობს, რომ აი ეს ცვლილება და ცვალებადობა არის რაღაცნაირად ის რაც ხელიდან გვისხლტება. ანუ ხელიდან გვისხლტება და ეს არის რაღაცნაირი ეს არის მაგალითად აი ამ ცვლილებების სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ვრჩებით მოსაზრებების სფეროში. აქ არ არის მყარი ცოდნა. პირობითად ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მაგალითად ჩვენ უცვლელი ცოდნა მათემატიკურად რო ვთქვათ, არის ის რომ ვთქვათ 5-ს დავუმატოთ 7 არის 12, მაგრამ ეს 5 და 7 მიემატება ვთქვათ 5 ფურცელი და ემატება 7 ფურცელს თუ პირობითად 5 ტელეფონი 7 ტელეფონს, ეს არის ცვალებადობა. ეს არის რაღაცა ისეთი, რაც არის ცვალებადი და რაც გახლავთ ერთგვარად
რაც არის შემთხვევითი, თუმცა არის რაღაცეები, რაც არის უცვლელი და ამ უცვლელობის წვდომადობა არის გონით საწვდომადობა, ხო? ანუ საერთოდ პრინციპში პლატონი, რომელსაც პარმენიდეს გავლენა დიდია, საუბრობს იმაზე, რომ ეს ერთი არის ერთს აქვს რაღაცნაირი უძრავობა, ერთი არის რაღაც ისეთი, რომელიც არის უძრაობის განმაპირობებელი და სწორედ ამ ერთი საბოლოოდ ნებისმიერი გონით საწვდომი ჭეშმარიტებების უმაღლესი საფეხური არის აი ამ უცვლელი ერთის წვდომა. თუმცა ეს მთელი პრობლემებს წარმოშობს ფილოსოფიაში, მაგალითად ისეც თუ არის ერთი, რომელიც უძრავია, მას რა არის ის შინაგანი პრინციპი, რომლის შედეგადაც მრავალი ჩნდება. ანუ საიდან მოდის ორი? ანუ ის ერთიდან გამრავლების შინაგანი მამოტივირებელი თუ იმ ერთშია, რომელიც უძრავია, მაშინ ვთქვათ უძრავი აღარ ყოფილა, თუ პოტენციალობის დონეზე მაინც მას გააჩნია რაღაცა ტიპის სიმრავლე, ხო? და ასე შემდეგ, ანუ არსი არის და არასი არ არის, ხო? ერთგვარად აი ეს ცვალებადობა, ეს რაღაცნაირად არის არასიმყარის, ეს არის მოჩვენებების სამყარო, ერთი ფილოსოფიური ხაზი ამბობს, ხოლო მეორე ამბობს, რომ არაფერი მოჩვენებები არ არის, ეს არის აი სწორედ იმ დიდი ლოგოსის გამოვლინება, ხო? გამოვლინება ბჭყალებში, იმიტომ რომ ბჭყალებში როგორც ჰერაკლიტესთან ისე ნიჩესთან, იმიტომ რომ გამოვლინება გულისხმობს რაღაც იდეის და გამოვლინების რაღაც მკაცრ დუალისტურ დიქოტომიას, მკაცრ დაშორებას, რაც უნდა ვიფიქროთ, რომ ჰერაკლიტესთან და ნიჩესთან არ არის ასე, ხო? ანუ პირიქით ეს ლოგოსი რაღაცნაირად შინაგანი გამსჭვალავი არის აი ამ ყველანაირი ცვლილებისა და ცვალებადობისა, ხო? ანუ ამ ორ დიდ ფილოსოფიურ ხაზს შორის ნიჩე დგება ჰერაკლიტურ ხაზზე და ეს საუბრობს აი ამ დაპირისპირებაზე და აი ამ რაღაც სამყაროს, ანუ ის საუბრობს იმაზე, რომ ეს ცვალებადობის შეყვარებისკენ მოგვიწოდებს. თუმცა ამას მე უკვე ალბათ დავინახავთ, რომ რამთელი რიგი პრობლემებისა ჰქონდათ, მაგრამ რა არის ის, რასაც ნიჩე ამბობს ამ ცვალებადობის შესახებ? რატომ არის, რომ აი ჩვენ საუბრობთ, თქვათ, რაღაც აი მარადიულ ღირებულებებზე, საუბრობთ იმაზე, რომ რაღაცეები არის უცვლელი, მაგრამ რომელი რაღაცეებია უცვლელი? ნიჩეს ფილოსოფია გვეუბნება იმას, რომ რაღაცეები, რასაც ჩვენ სიმყარეებად წარმოვიდგენთ, ეს არის რაღაცნაირად გენეალოგიურად, ისტორიულად დაფუძნებული მომენტები, ეს არის ერთი შეხედულება ცხადია სამყაროზე და აი პირდაპირ ამბობს, რომ აი თქვათ მეტაფიზიკა, იგივე პლატონი და ასე შემდეგ არის აი ეს ქმნადობის შიში. ქმნადობის შიში არის ის, რაც აიძულებდა ფილოსოფოსებს, რომ წამოემართათ ესეთი დიდი სისტემები, სადაც აი უცვლელობაზე იქნებოდა მახვილი დასმული, რომ აი უცვლელი იდეა, როგორც პლატონის ფილოსოფიაში, ხო, იდეა უნდა ვწვდეთ ამ იდეას, ხო, სიკეთის იდეა და ასე შემდეგ, ხო, ჭეშმარიტება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ნიჩეს მიხედვით ეს არის გენეალოგიურად უნდა შევხედოთ. ანუ რა წარმომავლობა აქვს აი ამ ფილოსოფიას და ის ამბობს, რომ ფილოსოფოსებიც იყვნენ ადამიანები, ისინი კონკრეტული ეპოქის შვილები იყვნენ და მათი შინაგანი მამოტივირებელი იყო ის, რომ ქონდათ ცვლილებების შიში, ანუ ეს ცვლილებები კი ამ ქმნადობის ამ ონტოლოგიური და სიღრმისეული პრინციპის წარმოებული გახლავთ. თუმცა აქვე შევედავოთ ნიცშეს და რაღაც ესეთი მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ, პირობითად რომ ვთქვათ, შეიძლება მონადირე, რომელიც იყო ტყეში, დააფრთხო ერთგვარად დათვმა და ამ შიშმა აიძულა, რომ ის ვთქვათ პირობითად შესულიყო იქვე მდგომ რომელიმე ქოხში, მაგრამ ეს საერთოდ არ გამორიცხავს, რომ ის ქოხი მართლა იქ არსებობს. ანუ ის ფაქტი, რომ გენეალოგიურად რაღაცა შინაგანად მამოტივირებელია, რომ მე რაღაცის გამო რაღაცას ვაკეთებ, ეს აი იმ საბოლოო რაღაცის არსებობა არ არსებობაზე არაფერს არ ამბობს. ახლა გადმოვიტანოთ უკვე ფილოსოფიაში, ხო? ანუ ის ფაქტი, რომ ვიღაც ფილოსოფოსებს შეეშინდათ პირობითად ცვალებადობის, როგორც ნიჩე გვეუბნება, ეს საერთოდ არაფერს არ მეუბნება იმაზე, რომ პირობითად ის იდეების სამყარო თუ მარადიული სამყარო თუ მარადიული ღირებულების სამყარო არსებობს თუ არ არსებობს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ანუ ესეთი მომენტები არის და სწორედ აი ნიჩეს ფილოსოფია გახლავთ აი ამ რაღაცნაირად მარადიულობის და ის ცდილობს მოკლედ რომ აი ცვალებადობის პრიმატს გაუსვას ხაზი.
და როგორც ჰერაკლიტეს მოწაფე ის ამ ყველაფერში რაღაცნაირ შინაგან მამოტივირებლად დასახავს აი ამ დაპირისპირებას. ანუ იცვლება ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი არის დაპირისპირებაში. თუმცა ეს არ არის ჰეგელისეული დიალექტიკა, არამედ ეს არის რაღაც ძალაუფლების ნება. ჩვენ თქვით მესამე პრინციპი, რაც არის ნიჩეს ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ეს არის ძალაუფლების ნება და ანუ ის რომ რაღაცეები იცვლება, ეს არ იცვლება უბრალოდ, არამედ ამ ცვალებადობას, როგორც ცხოველთა სამყაროში, ისე ადამიანთა შორის, აი აქვს სწორედ აი ეს მთავარი მამოტივირებელი, რომ რაღაცნაირად არსებები მიელტვიან ძალაუფლებას, ხო? თუმცა ჯერჯერობით მაინც უფრო ქნადობაზე კონცენტრირდეთ და ერთი მომენტი, რაც მნიშვნელოვანია, რაზეც ნიჩე ხას უსვავს ქნადობაზე საუბრისას. ეს გახავთ ქნადობის უცოდველობა. რაღაცნაირად ქნადობა არის თითქოს უცოდველი. რას ნიშნავს ქნადობის უცოდველობა, ხო? აი წარმოვიდგინოთ, აი ინდივიდის დონეზე პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ვართ ნიკოლოზ მეორის შვილი, პირობითად, რომელიც თავის რა ვიცი არის 8 წლის პირობითად არაფერი ესეთი არ დაუშავებია, მაგრამ რაღაცნაირად ხდება რომ ისტორია, რომელიც ხადია ქნადობის წარმოებულია, მოახდინა ისე რომ ის აღმოჩნდა მეფის შვილი, აღმოჩნდა ისე რომ ის ისტორიულად მოუწია მას რომ იყოს უკანასკნელი მეფის შვილი და ისტორიულად მოუწია მას რომ იყოს ბოლშევიკების მიერ მოკლული, როგორც საჯარო ვერსია გვეუბნება ყოველ შემთხვევაში, რომ და აი რა დააშავა ამან, რომ აი ისტორიამ თან ქნადობის უცოდველობამ პირობითად ერთი ბავშვი ასე შეიწირა. ახლა ჩვენ ცხადია რომ გავეშვათ ეს რუსეთის ისტორიას თუ ბოლშევიკურ ისტორიას, ასეთი შეგვიძლია უამრავი ჩამოთვალოთ, რომელშიც ეს რაღაცნაირი ინდივიდის უდანაშაულობა საერთოდ არ აინტერესებს ამ ქნადობის უცოდველობას. ამ ქნადობის უცოდველობა რას ნიშნავს, რომ ის გეუბნება რომ აი პირამიდები, დიდი რომი, რაღაცა საბჭოთა კავშირი, პირობითად რაღაც კიდე ბევრი სხვა რაღაცა, ხო? აი ოსმალეთის იმპერია, სხვა და სხვა. კარგი, აი ხო, აი 500 წელი იყავით, 70 წელი იყავით, ხო? აი იყო მთელი სისტემა, მთელი აშენებული იერარქიული სისტემა, მაგრამ მე ჩემ საქმეს ვაკეთებ კულისებში, ანუ ჩემი ამ შემთხვევაში ქნადობის უცოდველობა რას გვეტყოდა, ხო? მე ამ ქნადობის უცოდველობაზე ნიჩე საუბრობს არის, რომ რაღაცნაირად ეს არის ჰერაკლიტესეული ბავშვი, რომელიც ააშენებს აი ამ სათამაშოებს, ააშენებს ასე ვთქვათ ამ კოშკებს, ქვიშის კოშკებს და შემდეგ ისე რომ არაფერი მომხდარა, დაჰკრავს ხელს მას და გაანადგურებს. ანუ ისტორია არის ერთგვარად აი ამ ქნადობის ასპარეზი და უკვე უფრო მეტი კონკრეტიკა შეგვიძლია შევიტანოთ მის ისტორიულ ხედვებზე თუ რა საუბრობდა, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ ფილოსოფოსი, როდესაც გიფიქსირებს პოზიციას იმაზე, რომ აი ქნადობა, აი რას ანიჭებს ის უპირატესობას, ქნადობას თუ პირობითად უცვლელობას და ასე შემდეგ, შემდეგი კითხვა რაც ჩდება, როდესაც ფილოსოფია დაამუშავებს ამ საკითხს, არის რას ფიქრობს ის ისტორიის შესახებ. ანუ უკვე იმიტომ რომ ისტორია არაფერია სხვა თუ არა ქნადობის ადამიანური მცირე მონაკვეთი, ხო? როდესაც ქნადობა გრძელდება უკვე გონიერი თუ ნაკლებ გონიერი არსებების მიერ. აი აქ არის სწორედ ჩვენი მეორე პრინციპი შემოდის საქმეში, ეს გახლავთ იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება. ესეც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინია ნიჩე და კონცეფტია ნიჩეს ფილოსოფიაში და იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება. ეს პირველი კითხვა რაც ჩდება თუ საიდან მოდის ეს, ხო, ეს იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება, მას ცხადია ეს აქვს აღებული შოპენჰაუერიდან და აღმოსავლური ფილოსოფიიდან, ამას აქვს ეს აღებული სტოიკოსთა ესეთი მარადიული ციკლებიდან, თუმცა თავისებურად ცდილობს გადაამუშავოს. და როდესაც ვამბობთ იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება, პირველი ჩდება კითხვა რა არის ეს იგივე, რაც მარადიულად კვლავდაბრუნდება და რა მეორე კითხვა ალბათ აი ისტორიულად როგორ უნდა წავიკითხოთ ეს ყველაფერი. მეორე კითხვაზე პასუხი უფრო მარტივია, ვიდრე პირველზე, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით რომ ნიჩეს გაგებას და ამ კონცეპტების გაგებას ჭირდება უფრო მეტი ინტერტექსტობრივი ჩაკირკიტება და ამ ჩაკირკიტების შემთხვევაშიც
არ არის მყარი ის რომ ჩვენ რაღაცნაირად ესე საბოლოო ესე იგი დოგმატურ პასუხს მივიღებთ, იმიტომ რომ ინტერპრეტაციის არეალს ტოვებს რაღაც მომენტში, თუმცა რაღაც მომენტში შედარებით უფრო ნათელი ხაზები შეიძლება წარმოგვიდგეს თუ რატომ ასე და არა ისე. იგივეს მეორე კითხვა, ეს არის უფრო მარტივი კითხვა, თუ აი ისტორიულად რას ნიშნავს იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება. ისტორიულად იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება ნიშნავს, რომ ჩვენ ისტორიას უყურებთ როგორც რაღაც ღია სისტემას, რომელშიც არ არსებობს ფინალური მდგომარეობები. რომ ისტორია არის აი ეს თამაში, ასე ვთქვათ, ბავშვისა, რომელიც ანგრევს და აშენებს. დაანგრია საბჭოთა კავშირი, ახლა სხვა რაღაცას ააშენებს. მანამდე იყო იმპერია, ისიც დაანგრია და ასე შემდეგ. ანუ ეს არის არ არის რაღაც საბოლოო მდგომარეობა. აი მაგალითად, საბჭოთა კავშირის დანგრევის ნაბახუსებზე ლიბერალი ჰეგელიანელის ფუკუიამას ისტორიის დასასრულის შესახებ იყო ასეთი მითი, რომელიც ამბობდა, რომ ლიბერალური დემოკრატია იქნება საერთო წყობა, თქვათ, კაცობრიობისა, ისტორია დასრულდება და ასე შემდეგ. ახლა ვინც იყო ნიჩეანელი, ახლა ამას არ ჭირდება რომ მანდ მაინც ის იყო, რა ქვია. თქვათ სისტემის თეორეტიკოსი ან ნეომარქსისტი და სინოლოგი რო ეს მიხვდე, არის ის რომ ნიჩეს მკვლევარი ან ვინც ნიჩეს იცნობს იტყოდა და რომ ეს არის უბრალოდ ნაბახუსებზე ნათქვამი, ხო? ჩვენ უნდა ესეთ ადამიანს უნდა დავალევინოთ რაღაც გამოსაფხიზლებელი, რომ არაფერი ასეთი არ მოხდება. ისტორია ყოველთვის მონახავს პრინციპული, ასე ვთქვათ, პრინციპული არამონიზმის პოზიციიდან გამომდინარე იმას, რომ ვიღაცა ყოველთვის გამოჩნდება, ვინც იმ ვითომ და ბოლოვად მდგომარეობას დაარტყავს და ვინც იტყვის, რომ არა, ეს ასე არ არის, ხო, მაგალითად. ანუ ეს საბოლოო მდგომარეობების შესახებ, ანუ ეს იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება ნიშნავს არის ერთი ინტერპრეტაცია არის ის ისტორიული თუ რა რომ ეს იგივე არის აი სწორედ ეს ბავშვი პირობითად ის ვინც აი ძალაუფლების ნებით თამაშობს, ვის ანგრევს და აშენებს ქვიშის კოშკებს. და ეს ამბობს ეს სულ ასე იქნება, ხო? ხო, სულ ასე იქნება, პირობითად შეიძლება, რა ვიცი, 100 წელიწადში ვიღაცამ ატომური ბომბი ისროლოს და აღარ იყოს, მაგრამ არა უშავს გავა მილიონი წლები და თქვა კიდე განვითარდება სიცოცხლე და ასე შემდეგ. შეიძლება ეს იყოს ერთი პასუხი ამაზე. თუმცა აქაც ცხადია ინტერპრეტაციების მრავალფეროვნება არსებობს. მეორე გაგება ეს უფრო სწორედ პირველ კითხვაზე პასუხი ეს იგივე ანუ ეს როგორ უნდა გავიგოთ რა აი ყველაფერი რაც ასე ვთქვათ მოხდა ეს თავიდან ბოლომდე გამეორდება ეს შეიძლება ვთქვათ რომ ნიჩე ამას ამბობდა რაღაც აზრით ეს არის ალბათ ასე თუმცა ეს არის მისი ერთი ხაზი რომელსაც ის ბოლომდე არ ანვითარებს მაგრამ ის ამბობს რომ ის ასე რომ ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, პირველად ის იყენებს ამას მხიარული მეცნიერებაში მის ტრაქტატში 351 აფორიზმში და აი აქ უფრო მეტად არის წარმოჩენილი ეს როგორც ეთიკური ტესტი. ანუ შენ რამდენად ხარ სიცოცხლის ჰომყოფი, ანუ სიცოცხლის მამტკიცებელი. ანუ ის გვისვამს ასეთ კითხვას, რომ შენ ხარ მზად იმისათვის, რომ აი ეს მთვარე, აი ეს უბობა, რომელიც ახლა ქსელს აბავს, თავიდან ბოლომდე რომ მოგცენ საშუალება ამ ცხოვრების ამ გზას განვლი, შენ ასე იცხოვრებ? თუ შენ იტყვი რომ კი, მე ასე ვიცხოვრებ, შენ ალბათ ნიჩეს აზრით იქნები ის, ვინც არის სიცოცხლის მამტკიცებელი. ანუ ეს არის ერთგვარი ტესტი, ეთიკური ტესტი, რამდენად შენ ხარ სიცოცხლის მამტკიცებელი და ნიჩესთვის სიცოცხლის მამტკიცებლობა, სიცოცხლის ის ჰოს თქმა, მაინც ის თქმა, რომ აი კი სიცოცხლე არის ნიჰილისტური, უამრავი ფათერაკი და უბედურებით ახსავსე, მაგრამ მაინც, აი ეს მაინც არის ის რაც უნდა განსაზღვრავდეს ჩვენს მიმართებას. და აი ამ შემთხვევაში სწორედ აი ეს იგულისხმება, რომ თუ შენ, ანუ იგივეს მარადიული დაბრუნება, ან პირველი ეს იყო ისტორიული რაღაც თლიანობა, რომ სუქმნადობა არის და არ არსებობს ბოლოვადი ისტორიის დასასრული, მეორე ეს არის ეთიკური ტესტი შენ თავთან და მესამე ეს არის ტელეოლოგიური, უბრალოდ ეს არის კოსმოლოგიური გაგება, რომელიც ალბათ მაინც არის ყველაზე ნაკლოვანი, იმიტომ რომ არ უნდა ამოვიკითხოთ ესე ალბათ პოზიტივისტურად და უფრო მეტაფორულად უნდა გავიგოთ, რომ ანუ ცხადია ყველაფერი ერთი და იგივენაირად არ მეორდება, მაგრამ რა არის ის რაც მეორდება? ანუ რაღაცეები
მეორდება. ანუ მოდით ახლა რადგან სოკრატეს უყვარდა ასე ვთქვათ ქოთანზე და რაღაცა ბანალური მაგალითებით ახსნა, მეც ამის კარტ ბლანშს იძლევა სოკრატე რაღაცები უფრო მარტივად ახსნათ, აი წარმოვიდგინოთ საფეხბურთო ვითარება, ხო, ახლა მეტნაკლებად გასაგებობისთვის. პირობითად ყველა ფეხბურთის ეპიზოდი მის უშუალობაში ერთი და იგივე არ არის, ხო, პირობითად ერთ შემთხვევაში, ვთქვათ, ქართველი ფეხბურთელი აწვის კუთხურს და მეორე შემთხვევაში ინგლისელი, მაგრამ საკუთრივ ის რომ ვიღაცა კუთხურს აწვის, ეს არის უკვე ის იგივე რაზეც ნიჩე საუბრობს, ხო? ნუ ცხადია კიდევ ერთხელ ხას ვამბობ, რომ ეს არის ამ შემთხვევაში ბანალური გასაგებობისთვის მაგალითი. ანუ რაღაცეები მეორდება, არა მის, იმიტომ რომ არ შეიძლება ისტორიულ დროში რაღაცა გამეორდეს მის უშუალობაში, ანუ მის კონკრეტულობაში, მაგრამ საზრისისეულად ის მეორდება. პირობითად ადამიანი იბადება, ვიღაცა პირობითად იბადება ურთაჭალის სამშობიაროში და ვიღაცა იბადება, თქვათ, ვიღაცა იბადება პირობითად ძველ საბერძნეთში, ან ვიღაც იბადება, თქვათ, ფინიკიაში, ან რაღაც ავსტრალიაში და ასე შემდეგ. ანუ აი ამაში ჩანს, რომ საერთოდ ალბათ ყველაზე სწორი პოზიციის არჩევა ქმნადობასა და უცვლელობას შორის არის აირჩიოს შუალედური გზა, იმიტომ რომ სამყაროს დიალექტიკური ბუნება დაპირისპირებულთა ერთიანობის ბუნების მთავარი წესი ალბათ არის ის, რომ თქვათ, რომ ყველა ქმნადობაში და ყველა ცვალებადობაში არის უცვლელი და ყველა უცვლელობაში არის რაღაც ცვალებადი. ანუ ის რომ შენ პირობითად რაღაცა აი ყველა ადამიანი და სწორედ ის თავიდან რითაც დავიწყეთ პასაჟი რომ აი შენ ინდივიდი ხარ და აი არავინ შეგეკითხა ხო რომ თქვა შენ აქ დაბადებული ყავ მაგრამ შენ დაიბადე კი შენ მორიგი არსება ხარ რომელიცნაირი პირობითად ადამიანების შემთხვევაში მილიარდობით არის და კიდე ერთი ამდენი ალბათ ისტორიის განმავლობაში იყო აი აქ რო გეუნები აი და ხა ლოგიკურია ხო როცა ფიქრდება ადამიანი მეტნაკლებად სიღრმისეულად ამბობს რომ მე რა ვარ მე არავინ არ ვარ ხო ეს ამ სამყაროს დიდ ციკლში ხო ხა არა ნიჩეანურად უყურებს სხვანაირად უყურებს სამყაროს ეს ჩნდება და აი ამაზე პასუხი ხის შემთხვევაში სადა ან ჩემი უნიკალურობის ფილოსოფიური მტკიცება სად ვიპოვო ან კითხვა ასეთი ჩნდება და ნიჩე ამ გზას გვთავაზობს რომ შენ უნდა თქვა რომ კი მე ვარ ცვალებადი, კი მე ვარ ასე ვთქვათ რაღაც აზრით აი ძალაუფლებით ურთიერთობებში ჩართული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ უნდა შევძლოთ და მაინც უნდა ვიცხოვროთ და აი ეს ნიჩე ამას ესე მნიშვნელოვნად წარმოგვიჩენს. კი ბატონო. ხო ნუ ეს მოკლედ რო შევაჯამოთ ესე იგი კლავდაბრუნების შესახებ ის საინტერესო ამბობს და ესეთ ეთიკურ მომენტიც ალბათ ხაზგასასმელი და უკვე მე უკანასკენ ჩვენს საკითხზე მოკლედ გადავიდეთ ეს არის რომ ის ამბობს რომ როგორც ცუდი ისე კარგი კლავდაბრუნდება ანუ ეს უხეში ნათქვამია ჩვენი მხრიდან რადგან ის თქვა სიკეთის და ბოროტების ფას რაღაც უფრო კითხვებს უსვავს მაგრამ აქ იგულისხმება რომ ანუ ჩვენ რო ვამბობთ რომ აი ეს გაჭიროება რასაც მე ახლა გამოვდივარ ეს არის რაღაცა აი ჩემი ბრალი უშუალოდ ხო როგორ თქვა კირკეგორის მამა გვახსოვს ანუ ეს ასე აი რატომ არის რომ აი ცუდი ადამიანები ვისაც ახლა ჩვენ ეთიკურად უყურებთ ან ბოროტი ადამიანები არსებობენ რომ ესე ბოდიში ნიჩესთან ცხადი ამის გამოყენებისთვის ალბათ რადგან ნიჩეზე ვსაუბრობთ მაგრამ აი რატომ არის აი ესეთი ადამიანები ვიღაცა კარგი ვიღაცა ცუდი ვიღაცა მტარვალი ვიღაცა სულგრძელი და ასე შემდეგ ხო ვიღაც გაბედული ვიღაც გაუბედავი ეს ყველაფერი რომ ასე კლავ მეორდება ამასთან რა მიდგომა უნდა ჩამოვაყალიბო მე ნიჩე გეუბნება რომ ეს უნდა მიიღო შენ ეს ამოს ამორფატი ხო ეს არის ბედისწერის სიყვარული ერთგვარ შენ უნდა იცოდე რომ რაღაცეები არ იცვლება ეხა პირობითად ისე ფეხბურთელზე რო ვთქვათ აი პირობითად თავდამსხმელი რომ ასე ვთქვათ წააქციოს მცველმა და იმან თქვას რომ აი რატომ წამაქცია ეს რა არასწორია ამ სამყაროში და ესე არ უნდა ხდებოდეს მაგრამ ნიჩე გეტყოდა რომ გადახედე შენ სხვა ახეთ სხვა თავდამსხმელი წააქციეს და კიდე ხვალ თამაშია ხვალაც წააქცევენ ზეგაც წააქცევენ და ასე შემდეგ ხო ანუ ესეთი ტიპის მომენტებზე გეუბნები ვიღაცა მომჩეხავები ყოველთვის ასე ვთქვათ კიდე უფრო რომ უნგარულად ვთქვათ იარსებები კი ბატონო აი ესეთი ამბებია მოკლედ ამ მარადიulis იგივეს მარადიული კლავდაბრუნების შესახებ და პრინციპში დღეს ჩვენი ბოლო განსახილველი კონცეფტი ეს გახლავთ ძალაუფლების ნება ძალაუფლების ნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიჩეს ფილოსოფიაში და ის არის ერთგვარად სიცოცხლესა და ძალაუფლებას შორის ისვავს ტოლობის ნიშანს. ის ამბობს რომ მაგალითად აი
აი ესე პირდაპირ შეგვიძლია ციტატა მოვიყვანოთ, რაში მდგომარეობს ღირებულებათა ობიექტური საზომი, მხოლოდ რაოდენობაში ზრდადი და ორგანიზებული ძალაუფლებისა, ამბობს ნიჩე. და ნიჩე ამბობს, რომ აი მაგალითად ჩვენ და მე მთელი პოსტსტრუქტურალისტური და ფრანგული ფილოსოფია, საერთოდ ფრანგებს უყვართ ამ გერმანული ფილოსოფიის სიღრმეების ატაცება და ზედაპირებზე ამოტანა, ხშირად სიღრმის დაკარგვის ხარჯზე ალბათ, მაგრამ მაინც. ანუ ნიჩე ამბობს, რომ ესე იგი რაღაცნაირად ჩვენი მიმართებები სამყაროს წარმართავს, აი ეს ჩვენი ღირებულებები არის ძალაუფლებითი მდგენელით გამყარებული. ანუ პირობითად მე რო ვამბობ, რომ პირობითად აი ოჯახური ცხოვრება არის კარგი, ის ყოველთვის, როდესაც გამოჩნდება ამის საპირწონე, ჩვენ აი აქ დავინახავთ, რომ ვიღაცა როდესაც ამას ურტყავს, ეს არ არის თავისთავადი, ეს არის კი მნიშვნელოვანი, აუცილებელი, მაგრამ ამ ძალაუფლებითი ფუნდამენტი თუ არ დაემყაროს, ხო, ანუ ძალაუფლებითი ფუნდამენტით უნდა იყოს ეს გამყარებული. რატომ? იმიტომ რომ თქვათ, ოჯახი არის კონკრეტული ჯგუფის კვლავწარმოების ორგანიზებული, ოდითგან დადგენილი ფორმა, ხო? მაგრამ ეს ნიჩე თუ გვეუბნება, რომ სიცოცხლე არის ძალაუფლების, ასე ვთქვათ, ნება. მაშინ აი ამ ღირებულებებს, რომელსაც შემდეგ ინსტიტუციები აშენდება, ესენიც არიან ძალაუფლებითი ბუნების. იმიტომ ეს ჩვენ, ანუ საერთოდ ჩვენთან არის ეს ძალაუფლებისადმი რაღაც რიდი, რომ აი ეს რაღაცა. არა, სამყარო არის ძალაუფლება, ჩვენც როგორც პირობითად ქართველებმა უნდა აღვიქვათ როგორც საკუთარი ძალაუფლებითი ერთობა და შესაბამისად უნდა ვეცადოთ ვიმოქმედოთ ალბათ ისტორიის ასპარესზე. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ესე წაგვეკითხა ნიჩეს ფილოსოფია. აი მაგალითი საკუთრივ აი რომ დავაკვირდეთ ჩვენი დაბადებაც კი არის აი უკვე ჩვენ ხო არ გვეკითხებიან დავიბადოთ თუ არა, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ რომ დავიბადეთ, ხო? აი ეს დაბადების აქტი ის რომ ჩვენი დაბადება არის დროსა და სივრცეში დეტერმინირებული, ანუ რომ ვიღაცა ადრე და გვიან იბადება და ვიღაცა სხვაგან ოდესღაც დაიბადა, უკვე არის ესეთი თანასწორობით გაგებით არასამართლიანი. რატომ? იმიტომ რომ მე მაგარი დავიბადე, ვიღაცა უკვე ჭკვიანი იყო, ვიღაცა უკვე შეძლებული იყო, ვიღაცა ნაკლებ შეძლებული იყო, ვიღაცამ დააგროვა თავისი დოვლათი, შექმნა ძალაუფლებითი სისტემა, ვიღაცამ თავისი ჭკვიანი იყო და თავისი პირობითად იდეოლოგია გადმოაფინა სამყაროს, რომელსაც აი რო გავიზარდე, ვფიქრობ, რომ არ მინდა აქ ყოფნა და მინდა პირობითად წავიდე და გავხდე ნორვეგიელი, ვთქვათ. ან მინდა ყოფილიყავი პირობითად სხვა რაღაცა, ყოფილიყავი ჩიტი ან ფოთოლი, ვთქვათ, ხო? ანუ ის ფაქტი, რომ მე ჩემს კონკრეტულობაში ვიბადები და ვიბადები კონკრეტულ სივრცეზე და დროში, ეს გვაჩვენებს უკვე იმას, რომ ეს არის ძალაუფლებითი აქტი. საკუთრივ დაბადების ის რომ დაბადებას ჩვენ არ გვეკითხებიან, ცხადია ეს ასეა. ის თუ რომელ ჯგუფში ვარდებით, ესეც არის რაღაც აზრით ძალაუფლებითი აქტი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში თუ ინდივიდის პრიზმიდან დავინახავთ ამ ყველაფერს. და ნიჩე აი ამას გვეუბნება სწორედ რომ ერთგვარად აი ეს რაღაცა ტიპის ძალაუფლებითი ასიმეტრიები არის ის რაც განაგებს სამყაროს. ხო, აი ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ აი ორმაგ სტანდარტებზე. ორმაგი სტანდარტი რა არის? მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ. ეს არის არადაბალანსებული ძალაუფლების ლოგიკური გამოვლინება, იმიტომ რომ თუ ძალაუფლებას არ ყავს მეორე დამაბალანსებელი, პირობითად იქნება ორმაგი სტანდარტი, ხო? ხა ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ბატალიებში განსაკუთრებით თვალში საცემი ჩანს, იმიტომ რომ პირობითად არის ერთი ძალაუფლება, ის ცდილობს განევრცოს ბოლომდე, მაგრამ მეორე ძალაუფლება თუ არ გამოდის, აი ობიექტურობის მიღება და აი საერთო თამაშის წესებზე შეჩერება არის რაღაც ისეთი მომენტი, რომ ეს ბალანსის ლოგიკიდან არის ამოსული. აი ესე გადავეკიდეთ ფეხბურთს, მაგრამ ვთქვა პირობითად ის 11 კაციანი გუნდი სიამოვნებით იტყოდა, რომ მოდი ახლა მე ჩემი გატანილი გოლი ითვლებოდეს 3-ად და არ ითვლებოდეს 1-ად, მაგრამ რაღაცა რადგან ერთმანეთს ძალაუფლებითი კვანტორები მიემართებიან, ძალაუფლებითი ერთეულები მიემართებიან, ისინი თანხმდებიან, რომ მოდი გოლი იყოს შენიც ერთი, ჩემიც ერთი, ორივემ დავიწყოთ 11-მა თამაში, მე ხა შეგვიძლია უკვე დიდ ლოგიკებზეც გადავიტანოთ, მაგრამ მე ხა მე თუ ძლიერი ფეხბურთელები მაქვს, მე მოგიგებ. აბსოლუტურად იგივე ლოგიკა თამაშდება დღევანდელ სამყაროში. ვიღაცა იტყვის, მე მაგალითად ტექნოლოგიურად ძლიერი ვარ და რატო გაქვს პრეტენზია, რომ მე მაგალითად შენ როგორც გინდა ისე უნდა იცხოვრო. მოდი შენც გახდი ძლიერი და მე დამელაპარაკე მე. ხო, ასე ვთქვათ. თუმცა
ისტორიაში დგება ისეთი მომენტები, როდესაც ეს ძალაუფლებითი ასიმეტრიები ძალიან ასიმეტრიული ხდება და სიმეტრიისკენ დიდი მოთხოვნილებები ჩდება და ასეთ მოთხოვნილებებს მერე ეძახიან ან ბურჟუაზიულ რევოლუციას, ან სოციალისტურ რევოლუციას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, მოკლედ ასეთი ამბავია ნიცშეს შემთხვევაში. ჩვენ ვთქვით, რომ ნიცშე არის ძალაუფლების ნების ფილოსოფოსი, ჩვენ დავახასიათეთ მისი ფილოსოფია მარადიული კვლავდაბრუნებისა, ქნადობისა, რაც ერთმანეთს ებრძვის და უკვე შემდეგი ორი ლექციაც იქნება ნიცშეზე, შემდეგზე ვეცდებით რომ დავაკონკრეტოთ უფრო მეტად მთელი რიგი ასპექტები და უფრო მორალის ნაწილში ვისაუბროთ და იმის შემდეგზე უკვე ერთგვარად ინტერლუდიისთვის მომემზადოთ და ნიცშესა და ხელოვნების მიმართებაზეც ვისაუბროთ ასევე. მანამდე კი დიდი მადლობა მოთმინებისთვის და ყურადღებისთვის და სიამოვნებით ველი თქვენგან კითხვებს. მადლობთ. თქვენ ასე დაიწყეთ, რომ შინაგანი ადამიანი, ხა ეს როგორ არის გერმანულად არ ვიცი და ინგლისურად რა ითარგმნა შინაგან ადამიანად. ნიცშე ამბობს, რომ თანამედროვე ადამიანი ხდება უფრო და უფრო მეტად რთული. ანუ ეს რატომ ხდება რთული? ხო ის თქვათ, აქვს თავისი შინაგანი ხედვები, სამყარო, რომელიც თქვათ დისტანცირებულია მისი გარე სოციალური ცხოვრებისგან, მისი ისტორიული ფონისგან. ანუ რაღაც აზრით ის შინაგანი ადამიანი, რომელიც შინაგანი ადამიანი არის ის ანუ შინაგანი სამყარო, რომელიც ადამიანს აქცევს იმად, რაც ის არის. ერთგვარ დისტანცირებული, ვთქვათ, აი ამ სოციალური ნორმების თავისთავად მიღებისგან. სხვათა შორის ეს ქრისტიანობის დიდი იმპულსიც არის, რომ რაღაცა ნორმა შენ არ უნდა მიიღო მშრალად და ლეგალისტურად, არამედ რაღაც შენი სულიერების რაღაც სამჟავროზე უნდა გამოიტანო და მე შეიძლება პირობითად 100-დან 100-ვე მიიღო ან 100-დან 83 მიიღო პირობითად, ხო? ნიცშეს შემოქმედების დასაწყისში, იმდენ ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან. თავიდან ჩანს, რომ ეს დიონისეული საწყისი დიდი ტრაგედია იმალება ამ შევფარული სილამაზთან, ანუ აპოლონის ორი მანტია ახრავს ამ ტრაგედიას. და ეს ხომ უცვლელი, ანუ ტრაგედია ყოველთვის იქნება საფუძველში და მას ახურავს ყოველთვის აპოლონის საბურველი, ანუ სილამაზი, მუსიკა. და ეს ცვალებადობის იდეა შემდეგ დაიბადა ნიცშეს შემოქმედებაში, თავიდან თითქოს არ ჩანს ეს, ხო? იმიტომ ეს ხო უცვლელი უნდა იყოს ტრაგედია და შემდეგ მას უნდა ფაროდეს მუსიკა, ეს ხო უცვლელი იდეაა. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა. ნიცშეს ადრეული ტრაგედიის დაბადება არის ის პერიოდი, როდესაც ნიცშე ამ დასავლურ მეტაფიზიკურ და უცვლელობის მეტაფიზიკას უფრო მეტად, ანუ ჯერ არა აქვს, ანუ არ არის გადასული ასე ვთქვათ ჰერაკლიტეს მხარეს, ანუ მეტაფიზიკის მიმართ დადებითი პასაჟები მას აქვს. არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში, რაც არის უცვლელი და რაც არის მყარი, იმიტომ რომ მყარი შეიძლება იყოს პირობითად ტრაგედია, ტრაგედია არ იყო ვთქვათ ადამიანამდე, მაგრამ ტრაგედიას კი აქვს რაღაცა სტრუქტურა, ჩონჩხი, მაგრამ ეს არ არის უცვლელი. ანუ უცვლელი არის მხოლოდ ტრაგედიის როგორც ჟანრის ფარგლებში, მაგრამ უფრო დიდ ონტოლოგიურ და ფართო სურათში ეს უცვლელი არ არის. ანუ არის მყარი, მაგრამ არა უცვლელი. ანუ წმინდა ტერმინოლოგიურად აუცილებელია გავმიჯნოთ ის, რაც არის მყარი, რაც არის კი მრავალ საუკუნე გაძლებული და დიდი და რაც კიდე დღესაც უძლებს რაღაცას, იმისგან რაც არის პირობითად უცვლელი, პირობითად მაგალითად მათემატიკური რომელიღაცა ფორმულა, რომ თქვათ 4+4 არის 8, თქვათ, ხო? ანუ ეს შეიძლება უფრო უცვლელის მხარეს მივაკუთვნოთ, ხო, ტრაგედიის რაღაცა ეგრეთ წოდებული უცვლელობები უფრო სიმყარის მხარეს. თქვენ თქვით, რომ აი ორმაგი სტანდარტი და ჩვენ ვიზეც ვამბობთ, რომ ორმაგი სტანდარტები ახასიათებთ, ეგ არის ჩემი აზრით რიჩარდ რორტის თანამედროვე ამერიკული პრაგმატიზმის ერთ-ერთი ვარსკვლავი არის. რიჩარდ რორტის მიხედვით პრაგმატულობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ისარგებლოს თავისი სარგებლიანობის პრინციპით. მაგრამ სარგებლიანობის პრინციპით ძლიერთან ერთს აკეთებ, სუსტთან სხვა რამეს აკეთებ და საშუალოსთან სხვა რამეს. მაგალითად, ძლიერს ეფერები, სუსტ თავში ურტყავს, საშუალოს სხვანაირად ელაპარაკები. ამიტომ სიამდვილეში ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ეს არის ერთი სტანდარტი, რაც არის პრაგმატისტული სტანდარტი, ჩემი აზრით, იმის მხრიდან, ვინც ამას აკეთებს. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ
ჩვენ გვიდგებიან სხვაგვარად, იმას სხვაგვარად. რატომ? იმიტომ რომ პრინციპი ერთია, სარგებლიანობა. სარგებელს ისინი ამაში ღებულობენ. ასე ეს არის წმინდა ამერიკული პრაგმატიზმის პრინციპი გახორციელებული საგარეო პოლიტიკაში, რასაც ისინი აკეთებენ. რაც შეეხება ორმაგ სტანდარტს, ეს ძალიან კარგი შენიშვნაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაც აზრით ის რაც ორმაგი ჩანს საკუთრივ სტანდარტის განხორციელების ობიექტისთვის შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს ორმაგი განხორციელების სუბიექტისთვის, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ მე მაქვს ერთი პრინციპი ძლიერად, სუსტად და საშუალოსთან და საერთოდ ეს იყოს მისი სტანდარტი და ამ სტანდარტს არ გადმოსცემდეს. ეს კარგი შენიშვნაა, თუმცა ამ შემთხვევაში რაც მე გამოვიყენე ეს ორმაგი სტანდარტი ეს იყო უფრო მეტად ის ესეთი გავრცელებულ სიტყვათ ხმარებაში, თუმცა ეს ორმაგობა რაღაც აზრით არის ძალაუფლებითი აბერაციაც, თუ ამას შევხედავთ რაღაც ობიექტივისტური კუთხით რა, პირობითად ისე ეს სპორტის მაგალითი რომ ავიღოთ ჩვენ პირობითად თუ ხარ ძალაუფალი და პირობითად ერთგატანი გოლს ჩათვლი ორად ხან როგორც შენ გინდა, მაშინ შენ რაღაც აზრით რაღაც შეთანხმების წესებს არ ღვევ. თუმცა შენ შეიძლება თქვა რომ მე ასე მინდა, მაგრამ ვიღაცა დამაბალანსებელი როდესაც არსებობს, ხო შენ პირობითად შეიძლება დაგიდგინოს წესი, რომ ძლიერსაც ესე მოეკეცი, სუსტსაც ესე მოეკეცი და საშუალოსაც ესე მოეკეცი. და თუ არ მოგექცევი, მე შენთვის საჯელების მთელი არსენალი მაქვს, რომელსაც შენზე გადმოვიტან. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი თქვენ საინტერესო კითხვაზე.